მოკიდე რა ხელი. ხო ხედავ მივარდება ბიჭო, მაიცა. იქით გადი, იქით. სურა, გადი. ვეღარ დათმოვაგდით რა. ისა მოწინავეება ხო გამიტრაკეს საქმე. ისი ახარჯობია ზახარიჩი. ჩემს სასაკში ის ჯობია, რასაც დიდი ხანია მივეჭრე. გაჩია კაცი, რას ხარ მიჩვეული? რა სიგრიჩებით, ამას უყურე. შენ არის როგორ ზაკლის წინ ფლამაში არ უნდა აჭამო. ჯოშიმნე, სადი ლექსოს რაღაცეებია და ჩამოიტანე. სადი ლექსო. ზახარიჩი, მე მგონი რომ ხორს ფლომანჟე ვაფშე არ უნდა აჭამოდა. ლექსო მე რა ვიცი სადა. ვაფშე არ უნდა აჭამო. ჯოშიმნე. რა ხდება? ამას უყურე და ჩვენ აქ მთელი დღე წელები ჩავწყდა. ეს მოდის ბლაჟენის სიფათი და მეკითხება, რა ხდება? ახლა მე გეკითხები, რა ხდება? რა ხდება და ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთანაც და რეზოსთანაც. სათხოვარი? Пожалуйста. ხო, ოღონდ უარი არ მითხრათ. ვა! შენ გვითხარი რა თხოვნა? მერე ჩვენ განვიხილავთ და პასუხს მოგახსენებთ. მეჯვარეებად უნდა გამომყვეთ. ვა, ცოლი მოყავს თო? ხო და მინდა რომ თქვენ იყოთ ჩემი მეჯვარეები. მე სიამოვნებით, მაგრამ ზახარიჩი ცხოვრებაში ცვლილებების წინააღმდეგია. მართლა ბატონო მეძინა? ერთმა ჭკვიანმა კაცმა იცი რა თქვა. სოლიო პრინციპში მაინც უნდა მოიყვანო. თუ კარგი გამოდგო, ბედნიერი გამონაკლისი იქნებიო. თუ ცუდიო, ფილოსოფოსი გახდებიო. ფილოსოფოსი, აი როგორც კათამაცე. რა საკეთებ კაცო თქვენ? ვაგდებით დავიდოვიჩი. შენი ხმა არ გავიგო ხათამაზე. ბიზინა, შენ გეკითხები. რა საკეთებთ ჟურნალისტ სითათაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით? მუშაობთ რა? რას უნდა ვაკეთებდეთ? მე ესაა მუშაობა? სადაა ეჭვმიტანილი? სადაა ნივთმტკიცება? ერთი ნორმალური ოპერატიული მონაცემები არ აქვს კაცო. ტელევიზორს არ უყურებთ, ან გაზეთს არ კითხულობთ? აიკლეს ამ ჟურნალისტებმა ქვეყანა კაცო. ახლა პარტიები გამოდის და ყვირის არიქა, ხელისუფლება და სამართალდამცავების სიტყვის უფლებას გვართმევენო. მთელი საზოგადოება ფეხზე დგას კაცო. დღეს გივიმ დამირეკა მთელი 20 წუთი ვაჩუმები, ისე ყვიროდა ტრუბკაში. ეგერ დილარ ჭკატუა გამოუძახებია იმას, გენ პროკურორს ტყავი გაუზურია. ეს კიდე იძახის ვლანდები დავიდოვიჩი. ბატონო გენო. ძალიან რთული და ჩახლართული საქმეა. მოწმეების ფაქტიურად არ არსებობენ. რთულია თუ ადვილი? არ ვიცი მე. რაღაცა ქენით ბოლოს და ბოლოს. მოათვიეთ აქ ვინმე ვინ საეჭვოდ მიგაჩნიათ და ჩააბარეთ აგერ ქათამაძეს. დაღვარო სოფლი, არაფერი უჭირს. ვინ ავიჭირო კაცო? კოტებესხი? თუ ილო მამაცაშვილი? ჯო ამ ხელა ვერსია გვაქვს შემუშავებული და მაგ ორი კაცის გარდა სხვა ეჭვმიტანილები არ არიან თუ რას მეუბნებით მე თქვენ? რა გვარია ეს ჯინორიას პადელნიკი? ვინ ზვიად ღონღაძე? ხო, ღონღაძე. ჯინორია გეჯაძის საქმე და ხო დაგვიწურა. გაჩეჩილაძების საქმე და ხო გამოაძურენა თავისი ბანდიტი ძმა. ახლა სითათაშვილის მკვლელობიდან უნდა დაიძურინოს თავი. რა გახდა ეს ღონღაძე ამისთანა ბოლოს და ბოლოს კაცო. ნიჟარაძე, მომითხრიეს ბანდიტი მეშენად. მომითხრიე და მე თვითონ დავკითხავ მაგის იდიოტმა. რას ნერვიულობ თუ ზბახარ? კარგი რა. ნერვნი კლეტკი ნიმასთან ავლებოიცა. მაგ ღონღაძეს ჟელეზნი ალიbi აქვს. თელი ღამე თავის საყვარელს ჟიბავდა და მე კიდევ ყუთებს დავათრევ აქ. მე არ მაინტერესებს სად იყო იმ ღამეს ღონღაძე. ქალის ნიფხავში თუ საცხაო ხრობაში. იმას ჟელეზნი ალიbi აქვს, აგერ ქათამაძეს ჟელეზნი მუშტებია. ყველაფერს ვათმევინებ. ვა, ბატონო ბიძინა, ეს რა ფოტოებია? ეს კოკა მახალდიანის პარტნიორები არიან ჩაგარდიჩქებული. ეს კოტემესხთან ნაშუხურები სოსო ეგაძეა, შტაბის უფროსი. და აი ეს ეთყობა მათი სპონსორია ონგერა კაკაურიძე, მოსკოველი ბიზნესმენი. ვა. რაიო, ხوار გეცდობა.
საოცარი მსგავსებაა ძმა. აბა ბიჭო, კინაღამ გავაფრინეთ მე და ლექსონტო. ერთჯვარი გადავიწერე, კაცო. გავიხედე? საიქიოდან მობრუნებული ჯებალა კაკაბურიძე. გავგიშდიდო. თურმე ეს მისი ძმა არ ყოფილა, ტყუპისცალი. ომგერა კაკაბურიძე. ეგენი რაღაცას პლანტავენ. და ეგ ყველაფერი საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. დისმატრია? ეგ კიდე არაფერი. იცი ვისთან მივიდა მე ეს ომგერა კაკაბურიძე? ვისთან? გიგა გაჩეჩილაძესთან. მოიცა, ამას სენატორომ დააღაჩაღეს? ხო, კაცო, დედა რომ მოუკლეს და თვითონ მამასთან ერთად რომ დაჭრეს? ხო, დავიდოვი, შეში საქმეა, რამოდენიმე საათში რო გავხსენე. ლექსო, იცი იმა გაჩეჩილაძის კოორდინატები? კი, ვიზიტკა მაქვს. კაცო, რა შუაშია ეს ხალხი სითათაშვილის მკვლელობასთან? ეგაძე და ეგ ბიჭი, კოკა მახალდიანი, გადასარევად იყვნენ მაგ ჟურნალისტკასთან. ალბათ ფულსაც აძლევდნენ კოტე მესხზე კომპრომატების შეგროვებაში და ისიც პირნათლად უსრულებდა შეგვეთებს. ახლა გეკითხები მე შენ. სად არის აქ მკვლელობის მოტივი? ო, აი, სწორედ მაგაშია საქმე. სოსო ეგაძის შტაბს მოტივი არ აქვს. და კოტე მესხის შტაბი განაწყენებულია სითათაშვილზე და რაც მთავარია, რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალების გადაგზავნას ელოდება პროკურატურაში. ელოდება. ესე იგი მოტივი არსებობს. და ჩვენი პირველი ვერსია სწორედ მაგაზე აგებული. აბა მე რას გეუბნები? ისეა, მოდი ახლა სხვანაირად შევხედოთ საქმეს. ეხლა როცა მკვლელობის მოტივი ბავშვისთვისაც კი ცხადზე უცხადესია. და რაღა შორს წავიდეთ. ყველა გაზეთი წერს ამის შესახებ. ამ ჟურნალისტის მკვლელობაზე მეტი იდიოტიზმი თუ წარმოგიდგენია. ეს ხო პოლიტიკური თვითმკვლელობა არჩევნების წინ, რა გამოვიდეს, თავის თავს დაურხიეს? შენ ხო იცნობ კოტემესს? კი, მე რა? მე გავს ახლა იკაც იდიოტს. არ გავს იდიოტს. გადამრია მოპერმუშაკების ფანტაზიორობამ რაღაც. თუც მხარ აი მითხარი ჩესნათ. ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ სითათაშვილის მკვლელობით? ეგაზე თუ მესხმა. პრესამ გამოიძია ძმო ეს საქმე და განაჩენი გამოუტანა მესხს დამნაშავეცნო. ახლა მაგის შტაბში ატეხილია ერთი ამბავი, ყელის ჩახლეჩამდე ხვირიან რომ ჩვენ არ მოგვიკლავს ეს ჟურნალისტი, რას გვაბრალებთ, არის ერთი ამბავი, მაგრამ რა უშვილის ეხლა მაგაც ისედაც ნოლამდე დავარდნილ რეიტინგს. არ არის ასე? დაპუსტიმ. ბიჭო მომისმინე რა. კოკა მახალდიანმა შორენა წაიყვანა კაფეში. მაგრამ ამ ნაბიჯვარმა გამოძიებას დაუმალა რომ კაფეში შესულისთანავე შორენას ვიღაცამ დაურეკა მობილურზე. და უთხრა, კრანი ღია დაგჭაო. მეზობელთან წყალი ჩადისო. საწყალი შორენა გავარდა სახში. და იქ მოკლეს. ხო და ჩვენ მოვზებნეთ ის დარყომანკა, რომელსაც ერთი ჩეკი საფასურად დაარეკინა შორენასთან. ვინ დაარეკინა? კოკა? სოსო ეგაძე? თუ ვინ? ბიჭო, ვიღაც უცნობა რა, სისტრიჩკა. თუ დახარ, ნაშის გაჩაგირება მინდა და მოდი რა დამეხმარი დაურეკევა რა. პატივს გცემო რა. გამიგე? დაარეკინა. ბიჭო, ამ ხელა სპექტაკლი ირაკლი მეტრეველის მოსაკლავად არ დაუდგამს გურამ ჯინორიას და ერთი სულელი გოგოს დაბრეტვა რა გახდა ესეთი კაცო. გეთანხმები რა დავიდოვიჩ, მართლა რა გახდა ერთი ჟურნალისტკა რა. მაგრამ სპექტაკლის მიზანი მარტო სითათაშვილის დაბრეტვა არ ყოფილა. მაგის დამტკბელს უნდოდა რომ ხალხი დაერწმუნებინა იმაში, რომ იმინა კოტე მესხის ხალხი შევარდა კომპრომატების მოსაპარავად ბინაში. აი, ხო, უბრალოდ ჩანაფიქრია. მაგრამ ყველამ დაიჯერა. თავიდან ხო გახსოვს? ჩვენც ვჭამეთ თუ? ჯო, ახალი ვერსია რომ შეგიმუშავებია. ჩემთვის არ უნდა გეთქვა. ყავს იმე კონკრეტული ეჭვმიტანილი. აი ეს კოკა, რომ ამ კვლელობის თანამონაწილეა. თითქმის დარწმუნებული ვარ. გამოდის რომ შემკვეთი არ არსებობს. მკვლელობა კი კოტემესხის ხალხს ბრალდება. ყველაფერი კარგად გათვალეს რა. ერთი პრაგული მოუვიდათ. შემომავალი სატელეფონო ზარი. რომელიც სხვათა შორის კეთიმ დააფიქსირა.
აუ, რაცოლი მოგყავშე ვირის დავფეხო? Кстати, ლექსო ქორწილში გვეპატიჟება. აუ. რა დროს ქორწილია ნიჟარაძე? ვერ ხედავ რა ამბავია, მაგრამ მაინც გილოცავ. ლექსო, ერთი ეჭვმიტანილი დამაჭერინე და მე ვიცი შენი პატივისცემა. ვეცდები.